რეპრესიების ანატომია, პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე. ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს შესახებ ვრცელ ანგარიშს Amnesty International. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია დოკუმენტში წერს, რომ ივანიშვილის პარტიამ დეზინფორმაცია ოპონენტების დემონიზების იარაღად აქცია. პარლამენტში არსებული უმრავლესობით რეპრესიული კანონები მიიღო. სასამართლო კრიტიკოსების დევნისთვის გამოიყენა და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა ძალადობრივი მეთოდებით სცადა. ათასობით ადამიანი დააკავეს ასობით ადამიანის სემეს ქუჩებში, დაამცირეს დაკავების ადგილებში და დაუქვემდებარეს წამებას და სხვაგვარ სასტიკ მოპყრობას. 150-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლო პროცესების შედეგად, სადაც მართლმსაჯულების პოვნის მცირე პერსპექტივაც კი არ არსებობს. უფლებადამცველები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლებს იცავენ, თავად გახდნენ სამიზნეები. დამოუკიდებელი ჟურნალისტები გახდნენ ფიზიკური თავდასხმის, დევნისა და შევიწროების სამიზნეები. მათ მიმართ დაიწყო სამართლებრივი დევნა, შეწყდა დაფინანსება და გადაიყვანეს გადარჩენის რეჟიმში. ღონისძიებებმა, რომლებიც შეფუთული იყო როგორც გამჭვირვალობის, სუვერენიტეტის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ოჯახური ფასეულობების დაცვა, პრაქტიკაში დააწესა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და კონტროლი, რითაც ახრჩობს საქართველოს ოდესღაც აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას. პოლიციას მიეცა ახალი სამართლებრივი არქიტექტურა იძულების ძალის გასაზრდელად. ასობით დაკავებული მომიტინგე დაექვემდებარა წამებასა და სხვა სასტიკ მოპყრობას. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ავტორიტარული პრაქტიკის გამოყენება და შეცვალოს ეს კურსი. შეწყვიტოს კანონებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენება კრიტიკოსების წინააღმდეგ. უზრუნველყოს მართლმსაჯულება უსამართლო პროცესების შედეგად დაპატიმრებულთათვის. გარანტირებული გახადოს პასუხისმგებლობა წამებასა და სხვა დარღვევებზე და სრული რეაბილიტაცია და კომპენსაცია გაუწიოს ყველა დაზარალებულს. Amnesty International-ის 60 გვერდიან ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ ქართულმა ოცნებამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ავტორიტარული მეთოდების სულ უფრო ხშირი გამოყენება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების გამო მზარდი საზოგადოებრივი პროტესტის საპასუხოდ დაიწყო.